რა გიშლის ხელს შენი ცხოვრების გაუმჯობესებაში? ნაწილი პირველი. ერთ-ერთი დაბრკოლება ნეგატიური რწმენა წარმოდგენებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა გარემოდან, გამოცდილებიდან და შინაგანი განცდებიდან ყალიბდება ჩვენში. მაგალითად, თუ გაქვს მსგავსი ნეგატიური რწმენა, ფული ხელის ჭუჭყია, ამ შემთხვევაში შენი აზრები და ემოციები არაცნობიერად იმუშავებს იმაზე, რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდე ფულისგან და გაგიჭირდება ფინანსური კეთილდღეობის შექმნა. ხშირ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ თუ არ ფლობ სპეციალურ ცოდნას და ტექნიკებს, რთულია მსგავსი ნეგატიური რწმენა წარმოდგენების აღმოჩენა და მათი შეცვლა პოზიტიურით. ამის გამო ადამიანები წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე დადიან და გამოსავალს ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავენ. აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რადგან სხვებიც ასე ცხოვრობენ, ესე იგი მეც უნდა შევეგუო ამ ყველაფერს. როგორ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან? პირველი და სწრაფი გამოსავალი არის სპეციალისტის დახმარება. როდესაც მიმართავ პროფესიონალს, უკვე პირველივე შეხვედრაზე შენიშნავ პოზიტიურ ცვლილებებს და მოკლე დროში ერთობლივი მუშაობის შედეგად კონკრეტულ შედეგებს დაინახავ. და მეორე ნელი, მაგრამ განხორციელებადი გზა, საკუთარ თავზე მუშაობა. ამისთვის საჭიროა ყურადღება მიაქციო შენს ფიქრებს, რაც შეიძლება ხშირად და ჩამოწერო ისინი. თვითეულ ნეგატიურ აზრის შეცვალო პოზიტიური ალტერნატივით. რეგულარული მუშაობის შედეგად ნელ-ნელა შეცვლი ყველაფერს. მოიწონე გვერდი და შეცვალე შენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გისურვებ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მარტივად.